ფაქტორია ხუთიანების ტრამვა და რა უარყოფით გავლენას ახდენს ეს მათ შემდეგში განვითარებაზე და რეალიზებაზე. ვეცდები მოკლედ აგიხსნათ, ხუთიანები ესენი არიან პიროვნებები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის 5-14-ში 23 რიცხვში და ასევე მაისში. ესენი არიან ძალიან თავისუფალი, ძალიან ქაოტური პიროვნებები და მათი ბაზური ტრამვა არის დამოკიდებულების ტრამვა, რომელიც ასევე რა თქმა უნდა ღრმა ბავშვობიდან მოდის. და მათი გამოცდილებაა ძირითადად ოჯახში შეზღუდული თავისუფლება, არ აქვთ ოჯახში სტაბილურობა, ძალიან ხშირად არის რომ ან ძალიან ზედმეტად გადამეტებული ყურადღება ოჯახში და ასეთ ბავშვს არ აძლევდნენ განვითარების საშუალებას, თავისუფალი არჩევნის საშუალებას და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე დასრულ ასაკში ასეთ პიროვნებას აქვს შეგრძნება რომ თუ მას შეზღუდავენ ეს მათთვის სიკვდილის ტოლფასი ხდება, ამიტომ თავს იკავებენ ყოველთვის სტაბილურ ურთიერთობაზე, აქვთ ცხოვრებაში მუდმივი ქაოსი, ძალიან ხშირი ცვლილებები, არიან ძალიან იმპულსურები, ემოციურები, ძალიან ხშირად აქვთ შეგრძნება რომ საკუთარ სხეულში იხრჩობიან, ძალიან ხშირად ფულს შოულობენ, მაგრამ სიამოვნებაზე ხარჯავენ, წამოიწყებენ ბიზნესს, რომელიც ბოლომდე ვერასდროს ვერ მიყავთ, არადა ესენი არიან ძალიან ჭკვიანები, ძალიან ინტელიგენტები, მათი ლოგიკა ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ გააჩნიათ სტრუქტურა ცხოვრებაში, რაც მერე რა თქმა უნდა ხელს უშლის მერე მომავალში განვითარებაში. წამოიწყებენ ძალიან ბევრ საქმეს, რომელსაც ვერასდროს ვერ ასრულებენ, მუდმივი პრობლემა დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. ურთიერთობებში ყოველთვის ტოვებს, რადგან როდესაც გრძნობს, რომ ურთიერთობებში იზღუდება უკვე მიდის, ძალიან ხშირად ღალატობს პარტნიორს, რადგან ურთიერთობაში სიღრმეს ვერ პოულობს, არის ძალიან ხშირად შთაბეჭდილებებზე დამოკიდებული, როდესაც მათი სხეული აი ამ ქაოსს ვეღარ უძლებს, მერე ძალიან ხშირად ემართებათ შფოთვა და უძილობა, ძალიან ხშირად იკეტებიან თავიანთ თავში, შეუძლია დიდი ხანი იჭრნენ და ძალიან ბევრ რამეზე იფიქრონ, ამიტომ ასეთი პიროვნებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში იპოვონ თავისუფლება, ურთიერთობებს სიღრმისეულად ჩაწვდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ერთი საქმე, რომელსაც დაიწყებენ, ბოლომდე მიიყვანონ, თორე ცხოვრებაში ექნებათ დაუსრულებელი ქაოსი და მათი წარმატება მომენტალურად ჩერდება.